პირველ რიგში როგორ გამოეხმაურებოდით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არანაირი არჩევნები არ ჩატარდება, ეს არჩევნები ბოლომდე არ მივა, ეს არის ფარსი, რომელიც ბოიკოტის კამპანიაში ხედავს რაღაც შედეგს, რომ ესეც არ გამოვა და რომ თავარია ახლა გარდამავალი მთავრობის შექმნა, პლატფორმის გაცოცხლება და ქარტიის განახლება. დავიწყოთ ზურაბიშვილი და შემდეგ აუცილებლად ვილაპარაკოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. კი ბატონო. კი ბატონო. მოგესალმებით, მესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. სალომეს ჰქონდა, ქალბატონ სალომეს ჰქონდა ძალიან დროული განცხადება, მისი პოზიცია, რომელიც აქამდე არ იყო ისეთი ცხადი, როგორცაც ითხოვდა ამას საზოგადოებაც, ითხოვდნენ პოლიტიკური პარტიებიც. სალომემ გააკეთა სწორი განცხადება არჩევნების შესახებ, მისი პოზიციაც, პლატფორმის პოზიციაც არის ცალსახა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ფარსი და ფარსში მონაწილეობა, წინასწარ განსაზღვრულ პროცესში მონაწილეობა, რომელსაც იცი, რომ დასრულდება ქართული ოცნების манипуляციით, არ წარმოადგენს ბრძოლის მეთოდს. ეს მისი მხრიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გაჟღერებული იყო. მეორე საკითხი, ასევე ბოიკოტის საკითხი, რომელსაც ქალბატონი სალომე შეეხო, ბოიკოტის უცხადებთ პარტიები არა არჩევნებს, არამედ კრიმინალურ არჩევნებს იმ სპეცოპერაციას, რაც ქართულმა ოცნებამ დაგეგმა ჯერ 26 ოქტომბერს, უკვე ახლა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ბოიკოტს უცხადებთ ამ არასამართლიან არჩევნებს. კი ბატონო, გიორგი, თუმცა იყო საუბარი, რომ ბოიკოტი იქნებოდა რაღაც კამპანიური, აქტიური ბოიკოტი და რაღაც ამ კამპანიის დაგეგმვის პროცესზე იყო ლაპარაკია. კამპანია არა ბოიკოტის, არამედ საზოგადოებას ავუხსნათ და ველაპარაკოთ პროტესტის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა როლი აქვს ამ არჩევნებს, ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და მასში მონაწილეობას. რა ბენეფიტი, რას მოიგებს ქართული ოცნება, როდესაც ჩვენ ნებისმიერი ქართველი მონაწილეობს ამ არჩევნებში, რას მიიღებს ქართული ოცნება ამ მონაწილეობით და რას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მასობრივად პროტესტი გაცოცხლდება ქვეყანაში და არ იქნება მხოლოდ რუსთაველზე, არამედ მთელ საქართველოში. იმ 8 პარტიის, რომელიც გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ბევრ შრეში შევიტანოთ, მათ შორის რეგიონებშიც არა ბოიკოტი არჩევნებს, არამედ პროტესტი, რომელიც ცხადია მიმართული არის ასევე კრიმინალური არჩევნებისკენ. არჩევნებში მონაწილეობა. კი ბატონო, თუმცა კამპანიური სახე ექნება და ეს კამპანიაც არ მიიჩნია მან საჭიროდ. რა სიტყვით გარდამავალ მთავრობაზე, რა ტიპის იდეაა ეს, თუ ის რომ დაგმო არჩევნები და დაგმო ბოიკოტი, ეს საკმარისია და ამ იდეაში ვთქვათ, აქ შეიძლება იყოს შეთანხმების ან არ შეთანხმების ნაწილი. დიანა, ნახეთ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, მას შემდეგ რაც ეს პლატფორმა გაჩნდა და წავიდა დისკუსია თვითმმართველობის არჩევნებზე, შემოგდებული თემა, რასაც ლელო უწოდებდა, გაიყინა პროცესი, ამაზე წავიდა დისკუსია, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის, რომელიც იყო საჭირო პროტესტის გაფართოებისთვის, ძალიან ბევრი დრო დაიკარგა, მერე უკვე ლელოს დაწყებულ დისკუსიაში უნდა შევსულიყავით არჩევნებში თუ არ უნდა შევსულიყავით, ამდენი დროის კარგვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნებზე პოზიციები გაიყო, რაც არის ძალიან სამწუხარო, რაც არის ასევე ლელოსთვის და მათ შორის გახარიასთვის და მარტო ლელოზე არა საუბარი, გახარიაზეცაა საუბარი, საბედისწერო შეცდომა თავად მათი პარტიებისთვის, თავად ჩვენი ქვეყნისთვის. კი ბატონო, მაინც ასე არ დაამატებდით, რომ დრო აჩვენებს, რომელი გზა ჯობდა, თუ უკვე წინასწარ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყო არა. ეს არის დრო აჩვენებს, რა დრო აჩვენებს, ქართული ოცნება ყველაფერს გვაჩვენებს, რა არის მისი ამოცანა, რა სურს მას და რატომ ჭირდება ჩვენი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ეს თემა მისთვის არის სასაცილოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ იყო ის ხალხის განცხადება, რაც გააკეთა.
რა თქმა არა მარტო ლეგიტიმაციის მისაღებად იმისთვის რომ მან შექმნას დემოკრატიის ფასადი რომ თითქოს აქ პლურალიზმი არსებობს თითქოს დემოკრატიული სისტემა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ჩვენი მთავარი ამოცანა რა იყო და რა არის ყოველთვის რომ ქართული ოცნება აღარ თამაშობს დემოკრატიანობანაც მან აირჩია რუსეთის გზა და ამიტომ ჩამოეხსნა მას ნიღაბი ამიტომ არის რომ ევროკავშირმა რეზოლუცია დღეს ასეთი მკაცრი რეზოლუცია მიიღო ამიტომ არის რომ სანქციების თემა ასე დაჩქარებული არის. ამიტომ მსჯელობენ ჰელსინკში მათ შორის მეგობარი აქტი ამერიკის შემთხვევაში რომ სანქციები უნდა დაედოს ივანიშვილს და მის ახლოწრეს. ამიტომ ხდება რომ მან დიქტატურის გზა აირჩია და თუ ეს ყველაფერი მუშაობდა ამდენი ხანი, რატომ უქმნით ჩვენ ეკოსისტემას, რომელიც ივანიშვილს თავად აწყობს, რომ შეაჩეროს, შეანელოს ან თლად გააჩეროს. ეს არის ქართული ოცნების ამოცანა, რომ როგორმე გააჩეროს მეგობარი აქტი, როგორმე შეაჩეროს სანქციები, რომელსაც ევროკავშირი ან ბრიტანეთი მოუმზადებს, შეაჩეროს, დრო მოიგოს და ამით კიდევ უფრო გაძლიერდეს. ის რესტრუქტურიზაცია, რაც თავად დაიწყეს, სწორედ ამას ემსახურება, დასავლეთს ეუბნებიან, გვაცადეთ, დრო მოგეცით, ჩვენ გამოვწორდებით. ოღონდ პარალელურად მიყვებიან სრულიად საპირისპიროს დაჭერები დღესაც დევნა, რასაც ვადევნებ თვალყურს, სწორედ ამის ნაწილი არის შიში და კოლაბორაცია, რითაც თამაშობს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი გზა არჩეული, ამიტომ პრინციპულობა ყოველთვის მომგებიანია და პრინციპულობა და თანმიმდევრობა როგორც ჩანს, ქართულ ხალხსაც მოსწონს და ეს იმ კვლევაშიც გამოჩნდა, რომელიც რამდენი დღე არის უკვე განხილვის საგნად იქცა, ხო? საზოგადოება აქტიურად გარდამავალი მთავრობა დაინახეთ თანმიმდევრულობას. იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნებში წასვლა საერთოდ ფარსია და საერთოდ არჩევნები თუ ჩატარდება, ამასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არც ბოიკოტს როგორც კამპანიად მხარს არ უჭერს, ისევ ერთიანობაზე ლაპარაკობს, სათხედავთ ამ ერთიანობის ნიშნებს და რა გარდამავალ მთავრობაზეა ლაპარაკი, თან მე მგონი აქაც პროფესიონალებზე ლაპარაკობდა თუ სწორად გავიგონე, ანუ რა უნდა ქნას ამ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა გარდამავალმა მთავრობამ, რა უნდა მართოს, რა ტერიტორია ან რა სეგმენტი ან არ ვიცი, აი როგორ წარმოგიდგენიათ რეალობა ნახეთ დიანა, ნახეთ, მე ამას მივანიშნებდი, როდესაც თქვი ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ მარტიდან მოყოლებული იმ დისკუსიაზე, რომელიც არ არსებობდა, რომელიც მერე გაჩნდა და დაუსრულებელ პროცესად იქცა. მე ცოტა ვშიშობ ამ გარდამავალი მთავრობის ახალი დისკუსია, რომელიც შეიძლება შემოვიდეს და გაჩნდეს, კვლავაც არ გაჩნდეს, გახდეს დროის კარგვის საფუძველი. უკვე დავიღალე იმის წარმოდგენით, რომ გარდამავალ მთავრობაში ვინ შევა, რა შევა, ესეც თუ ეს ვთქვათ, ხო და ამიტომ ნახეთ დრო იკარგება, ახალი თემები შემოყვა ჩვენთვის. რატომაც არა კაცო, თუ ჩათვლით საჭიროთ, ეხლა ჩვენც გავაშუქებთ, მაგრამ აი უკვე წარმოვიდგინე, ეს ვთქვათ, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს. კი, იცი, რთული წარმოსადგენი არის, მით უმეტეს იმ პროცესში, რა პროცესშიც ვართ ახლა, 8 პარტიამ ის იდეა, იმ იდეის გარშემო გაერთიანდა, ამ იდეას როგორც მეორე ნაწილს, ან მეორე თავს ამ დისკუსიების შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა, გავიზიაროთ, მივიღოთ ამ დისკუსიაში მონაწილეობა, მაგრამ მთავარი არ უნდა დაგვეკარგოს. მთავარი დღეს არის ერთიანობა დელეგიტიმაციის ნაწილში, ერთიანობა საზოგადოებას ვესაუბროთ და ავუხსნათ, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა. ჯერ კიდევ არის საზოგადოების ის ნაწილი ამ კვლევებიდანაც გამოჩნდა, რომელთანაც ინფორმაცია ვერ მიდის, არ მიდის, არასაკმარისად მიდის, ვერ იაზრებენ მაგალითად ევროკავშირის რეზოლუციას, რა შედეგები შეიძლება მოყვეს, ვერ იაზრებენ, რას ნიშნავს დასავლური სანქციები გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ვერ იაზრებს ბიზნესი რა შედეგები მოყვება სანქციებს მათთვისაც გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ სეგმენტურად ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და მე არ მინდა ისევ დავიღალოთ რაღაც დამატებითი თემებით, რომლებიც შედეგზე არ გავა, ან დღეს ვერ ვხედავთ ამის შედეგზე გასვლის საშუალებას, ამიტომ
ვიმუშაოთ მაქსიმალურად და ერთიანობა გამოვავლინოთ სწორედ აი ამ მიმართულებით ხალხს აუხსნათ რას ნიშნავს ბიძინას ხელისუფლებაში დარჩენა. კი ბატონო გიორგი, მაინც ხომ არ ფიქრობთ რომ ზურაბიშვილმა ამ 10 წუთიან გამოსვლაში ყველას მისცა საკბილო. თქვათ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებს არ მიიჩნევთ, ეს თქვათ არჩევნებში გასვლა სწორად, მათთვის თქვა რომ არჩევნები მითია, არჩევნები არ ვარგა, რა გვინდა და შეიძლება არც იყოს საერთოდ. მათთვის, ვინც ბოიკოტს როგორც კამპანიას უყურებდა, რომ გევლოთ სოფლებში, ქალაქებში დაგერწმუნებინათ ამომრჩეველი, რომ არ ღირს ამ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ეს იყო თქმა, რომ რა ის ბოიკოტის კამპანია, მოკლედ ესეც არ არის შედეგზე ორიენტირებული და ასევე სათავისოდ, რომ პლატფორმა გაცოცხლდეს და გარდამავალი მთავრობა და ეს ტექნიკური მთავრობაზე ქარტია და ასე შემდეგ, ანუ მისი იდეები რაც არის, აი რაღაცნაირი ყველასთვის რაღაც ხელჩასაჭიდი დატოვა ზურაბიშვილმა. მართალი ხარ დიანა, სალომეს, ხალბატონ სალომეს აქვს გამაერთიანებელის როლი, ფუნქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ყველა ჯგუფს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც კრიმინალურ არჩევნებს უცხადებენ ბოიკოტს და მათ შორის მათაც, ვინც აი საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს თავისივე პარტიებისთვის. სალომეს ამიტომ ვინაიდან ეს ფუნქცია აქვს მას მორგებული, მისი პოზიცია არის ცხადი, რატომაც გააკეთა ასეთი განცხადება, ის ინარჩუნებს დიპლომატიას და ინარჩუნებს ღია სტოვებს ყველასთვის კარს, იმისთვის რომ საერთო ენა გამოინახოს. მათ შორის ბოიკოტის კამპანიის, ეგრეთ წოდებული, რომელიც რეალურად ბოიკოტის კამპანია არ არის, ამის გაკრიტიკება, მათ შორის გაკრიტიკება ლელოს და გახარიას პოზიციის და მათ შორის ახალი თემა, რომელიც ასევე გამაერთიანებლად შეიძლება იქცეს. მაგრამ მე ვამბობ, გაერთიანებისთვის არის საკმარისი იდეები, სად შეიძლება არჩევნებში წამსვლელები და არ წამსვლელები გაერთიანდნენ? სადმე არსებობს თემა ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება ყველა უჭერს მხარს, მაგრამ აი ფიზიკურად ან იდეურად. სწორია. მათ შორის ლელოსაც და გახარიასაც შეუძლიათ, როდესაც ისინი დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას, დანარჩენ სატელიტ პარტიებთან ერთად, ვინც არის ქართული ოცნების, მათ ამ კამპანიის ნაწილში ასევე ისაუბრონ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ. თუნდაც ივანიშვილის როლზე ქვეყნის მომავალზე, თუნდაც იმაზე, რას ნიშნავს ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება. ანუ მათ შეუძლიათ ისინი მონაწილეობენ ამ არჩევნებში, მაგრამ ვერ ელაპარაკება ვერც ლელო და ვერც გახარია ვერ დაელაპარაკება ამ მომრჩეველს წყლის არქონაზე, პენსიების გაზრდაზე ვერ დაელაპარაკება. ასეთ კამპანიას ის ფიზიკურად ვერ ჩაატარებს. როდესაც ლიდერები ციხეში არიან, ბილბორდს ვერ გამოკიდებს, სადაც ის ბედნიერი სახით ითხოვს პირდება საზოგადოებას რაღაცას, ანუ რეგიონებს პირდება, ამას ვერ გააკეთებს. ეს მოცემულობა არ არსებობს ამ ქვეყანაში, ყოველდღიურად რასაც იმ პატიმარ ლიდერს თუ უნდა არჩევნები თქვენ დარდობთ მის პატიმარ ლიდერს სად გამოკიდებს პარტია? არა, მარტო მათი პატიმარი ლიდერი ხო არ არის, 60 პატიმარი არის, პოლიტიკური პატიმარი არის, ციხეში ახალგაზრდა ბიჭები და ბავშვები, რომლებიც საერთოდ არაფრის გამო არ არიან დაჭერილები, ხო, ციხეში, ანუ გამოგონილი საქმეებით. ამიტომ მათ გაუჭირდებათ კლასიკური კამპანია აწარმოონ. ამიტომ შეუძლიათ ის წაეხმარონ საქმეს, მიიღონ მონაწილეობა, კი ბატონო, მიიღონ, მათ როგორც გავიმეორებ, საბედისწერო გზა აირჩიეს მათივე პარტიებისთვის, დამაზიანებელი ეს კვლევამაც აჩვენა, მაგრამ ვინაიდან მაინც გადაწყვეტილი აქვთ მონაწილეობა, შეუძლიათ ეს ასე გააკეთონ, მაგრამ ზეწოლა გარედან მაინც იქნება საზოგადოებიდან. საზოგადოების 72%, როდესაც საზოგადოების არა, უბრალოდ ოპოზიციური ამომრჩევლის ეწინააღმდეგება არჩევნებს და მხოლოდ 20% იაკო კაჭკაჭიშვილი ცოტა სხვანაირ წაკითხვას გვთავაზობს, თუმცა მეც თქვენსავით გავიგე პრინციპში ის კვლევა, თუმცა თავად სხვაგვარ წაკითხვას გვთავაზობს. ხო, იაკოს ვესაუბრეთ ამ თემაზე, ჩვენც პირიქით შევატრიალოთ და ისე შევხედოთ.
მხოლოდ 20% არის ოპოზიციური ამომრჩევლის მომხრე, ანუ ოპოზიციური პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. დანარჩენი არ არის მომხრე, ან ნაწილობრივ არის, ხო? ხო, იქ 26% როცა ამბობს, რომ ორივეს ერთად ჩატარებასო, ის მაინც საარჩევნო ყულაბა ეს იაგოს როგორც პროფესიონალის ხედვა, თუმცა მეც თქვენსავით გავიგე ეს კვლევა, იმიტომ რომ ორივე არჩევნები თუ ერთად იქნა, ეს შეიძლება სხვა სურათი იყოს. მე მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ. მიუხედავად რეზოლუციაში ჩანაწერისა, რომელიც არჩევნებს ეხება, აქვს მკაფიობა, თუმცა თუ ვიტყვით, რომ იქ წერია, რომ არ გაბედოთ არჩევნებში მონაწილეობა, ასეთი რამ არ წერია, ხომ ასეა? მაგრამ წერია მთელი კი ბატონო, სირთულეები წერია. ეხლა ცოტა ხნის წინ წაგიკითხეთ დღეს, როცა ევროკავშირის ქვეყნების ელჩები მსჯელობდნენ ლუქსემბურგის დღის წესრიგზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ანუ ეს არის ევროპარლამენტზე მაღლა აღმასრულებელი ორგანო, სადაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ და იქ არის ერთ-ერთი პუნქტი, სადაც წერია, რომ მოდით უვიზოს შეჩერება, შვედეთი იყო ამ საკითხის, შვედეთის ელჩი წამოყენების ინიციატორიო, მივაბად თვითმმართველობის არჩევნებს. ანუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, ან ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში, არჩევნების შედეგების, ან არჩევნების პროცესს მოკეთ მივაბად და ამის შემდეგ გამოვიტანოთ ეს ვერდიქტი თუ გადაწყვეტილება და ვიმსჯელოთ შეჩერებაზე. ეს თქვენთვის რა ტიპის ნიშანია ამ ტიპის ჩანაწერი თუ მოხდა უკვე მინისტრების დღის წესრიგში და გადაწყვეტილებაში? ხო. მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაწერი არის, როგორც ჯერ არ შესულა, უბრალოდ ეს არის რადიო თავისუფლებას დახურული ინფორმაცია აქვს, რაზე მსჯელობდნენ. დიახ. ესა ჩანაწერი იმ თემების, რომელიც განხილვაც იქნება 15 ივნისს. დღის წესრიგის პროგრამა კეთდება, სადაც გაწერილი არის ეს თემები, ხო, რაზე უნდა იმსჯელონ და ეს დისკუსია გუშინ არ დაწყებულა, დიდი ხანია მიმდინარეობს. თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა სწორედ იმას მიგვანიშნებს, რომ ქართულ ოცნებას მანამდე კიდევ აქვს შანსი გამოასწოროს ის შეცდომები, რასაც უშვებს, შეცდომები არა, ანუ ის კურსი, რაც აქვს არჩეული, მას კიდევ თავაზობენ და კიდევ აძლევენ შანსს. ზოგადად ევროკავშირის რეზოლუციაც ხშირად მოვისმინე ახლაც, რომ აი ერთი და იგივეს იმეორებენ, თუმცა ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს ქართული ოცნება და შესაბამისად ტექსტი ხშირად მეორდება ხოლმე. თუმცა იგივე რეზოლუცია წარმოადგენს სახელმძღვანელოს, მათ შორის ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, ბრიტანეთისთვის, ჰელსინკის კომისიისთვის, ეს არის საფუძველი, რომელსაც ციტირებენ და რომელსაც უკვე მთავრობები, ევროპის და ამერიკის მთავრობები იყენებენ გადაწყვეტილებების მისაღებად. აქ ჩემი განცხადება, დანარჩენი პარტიების განცხადებას ისეთი წონა და ძალა არ აქვს, როგორც უკვე ერთობლივად ევროკავშირის პარლამენტის გადაწყვეტილებას და რეზოლუციას და ამ რეზოლუციაზე დაყრდნობით სწორედ გაკეთდა ის პროგრამა, რომელიც იქნება 15-ში განხილული, ხო? ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ არ დაისაჯოს მათი ჩართულობით. ეს ქართული ოცნებისგან გამომდინარე არის, რომ ქართველი ხალხი და შეიძლება მოხვდეს იმ სასჯელში, რაც შეიძლება ევროკავშირმა განახორციელოს, შეაჩეროს თავისუფალი მიმოსვლა. აქ ერთადერთი დამნაშავე არის ქართული ოცნება და ეს მათმა ამომრჩეველმა, სხვათა შორის იაგოს კვლევაში 10%-იანი ამომრჩეველი ყავთ, ვინც მაინც პროდასავლურად თვლის ქართულ ოცნებას. აი მათაც უნდა გაიაზრონ ეს, რომ სწორედ ისინი დაისჯებიან, ისინი არიან, ვინც ხელს უწყობენ ივანიშვილს, რომ ეს მოხდეს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, ამიტომ ვამბობ, თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა ამ თემის ნიშნავს, რომ დატოვოთ მარტო ოცნება ამ არჩევნებში, თუ მას შეებრძოლოთ, ვთქვათ, თუ ყველა ჩაერთვებოდა ამ არჩევნებში, გიორგი, დავაზუსტებ, თუ ყველა ჩაერთვებოდა ამ არჩევნებში ხელისუფლებას ხომ მეტის გაკეთება, მეტი რესურსის მობილიზება, მეტის დაშავება, ასე შემდეგ, ანუ სხვა ტიპის გამოწვევად იქცეოდა ის მისთვისაც და შესაძლოა საბედისწეროდ, არ ვიცი. ასე თუ ხედავთ პროცესს. მესმის დიანა, მესმის, მაგრამ ნახეთ, არც ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოიწვიეს, ან პირდაპირ უარი უთხრეს. 2 დღის წინაც მიმართა ეუთომ და მაინც უარსეუბნებიან. გვაღიარეთო, ოცნების წევრები ამბობენ და 20 წუთში გავაგზავნით მოწვევასო.
როგორ უნდა აღიარონ, გააკეთონ ის გადადგან ის დემოკრატიული ნაბიჯები, რაც უნდა გადადგან და მე ყველა ჩიხია მოკლედ, გარგო ჩიხია. დიქტატორი და ავტოკრატი. ხო და მეორე მნიშვნელოვანი რომელიც ეთერში ხშირად არ მოხვედრილა, არ გაჟღერებულა, იგივე ეხება ევროსაბჭოს კონგრესს, რომელმაც ასევე მიმართა ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებს, რომ დააკვირდეს ვისი უშუალო მანდატიც არის, რომელზე პასუხიც არ მისულიათ, არ პასუხობს ქართული ოცნება ევროსაბჭოსაც. ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი დააკვირდეს ჩვენ დასავლელი პარტნიორები არჩევნებს. შესაბამისად, არჩევნებზე მიბმა ვიზა ლიბერალიზაციის, სადაც ჩვენ დასავლელი პარტნიორები დამკვირვებლები არ იქნებიან, ვერ იქნება ინდიკატორი და საზომი. ეს მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ბოიკოტის ნაწილზე როცა საუბრობთ, როდესაც აქტივობა არის ძალიან დაბალი და ეს არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ გამოუცხადოს კრიმინალურ არჩევნებს აქტივობა იყოს დაბალი, ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ შესაბამისი აქტივობა დადოს ძალიან დიდი კარუსელის გაკეთება ამისთვის, რომ უბრალოდ დაწეროს, რომელიც ავტომატურად ანულებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ ეცოდინება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ აქტივობა იყო ნაკლები, საზოგადოება არ მივიდა არჩევნებზე და ეს ხო გამოჩნდება. ეს ხო იქნება ცალსახა და ნათელი, რომ არ მივიდა არჩევნებზე. და ეს უკვე საფუძველია იმისთვის. საერთოდ არ ჭირდება ამას არჩევნებში მონაწილეობა და ყაველაშვილის გახარება, რომ შეგიწყალებთ თუ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და კი ბატონო, გიორგი, მადლობა, ქალთა მარშზე უნდა გადავიდეთ და დრო გვინდა დაგვრჩეს. მადლობა გიორგი ბუტიკაშვილს.